ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარფლო და კულინარიის მოყვარულო ადამიანები. ბატონი დავითი არ მახლავს თან. სამაგეთ იმისი ძმა, ჩემი შვილი არის, მოზვერივით კია. ირაკლი ქვია, რავი, მინდა რომ ამასაც იცნობდეთ. ბატონი დავითი გაგვიცივდა რა. თან სკოლა დაეწყო რაღაცა და ვერ წამოვიდა. ეგრე არის? აბარა. მოკლედ, თოვლი დაიწყო. დაგვიდგა თოვლი და ძალიან ისეთი საჭოჭმანო რაღაცის გაკეთება გვინდა. ყველა ვარიანტი ეგეთი რამე მე არ მიჭამია. დარწმუნებული ვარ, ვინც ამას უყურებთ, ხო? 99% შეიძლება ნაჭამი არ აქონდეს. ეგ იმიტომ კი არა, რომ აი პერო გაყრილი ტიპები რო არიან და თქვენ ამას ვერ იშუნდავთ. როგორ ვერ იშუნთ, მაგრამ თავის წესია. აუ ჩვენ ძაღს ფეხი მოყვა იმაში. რაღაც ამალი ამოუტანთ. ტყეში ვიღაც ვირიშვილები ხაფანგებს აგებენ, მაგას ნუ გააკეთებთ რა, ხაფანგი თევზა ისა ნადირობა არ იაგრძავთ. აი მაშინ დაარტყა რა და გადახეთქილია ხო, გადახეთქილია. მოდი მივიდეთ ახლა და ირაკლი შედი. მოდი. აი ესე და მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, რისი გაკეთება გვინდა. გახურდა უკვე? და გაცხელდა. ძალიან კაი. მოკლედ. აი ეს არ მიყიდია რა, ხორცი არის, ახლა მოიტანე. ხორცის ნაჭერი, აი ნუ მტკავრს დავადებ, რომ ნახო დაახლოებით რამდენია. ალბათ იქნება აზარი აწერია კიდევაც. მოკლედ ფასი აწერია 177 ლარი და 99 თეთრი. აი ამ ხელა ნაჭერს რა. არა, 99. ეს საჭოჭმანო გზებით მოვიპოვე. არხი არის ეგეთი ქვია, საეჭო და საეჭოსთან კულინარიული იმაში, ორთა ბრძოლაში მოვიგე. მე ამას დამსახურებული. აი 100 წელი რო გასულიყო არ ვიყიდიდი რა. ნუ რა ვიღაცას ეხლა შეიძლება იმდენი ფული აქვს ხომ, მაგრამ ახლა ამაში 177 ლარის მიცემა. იმცემი მე არა. ან ეხლა რომს დახედავ თლაც საამოყოფერზეც ვერაა. ხო, ქვია დაძველებული ხორცი. აი ესეთი რაღაცაა, შეხედეთ. რაღაცა საჭოჭმანო სუნიც. ასის. მოკლედ აი ესეთი რაღაცა გადმოვიღებ რა, რაღაც ჭკვიალა ოქროზე რატო უდევთ არ ვიცი. აჰა, ესეც არის. მოკლედ ეს ხორცი არის შავი ანგუსის ხორცი, გეწერა. შავი ანგუსი ახლა ეგ. ამოვანა თევზსპეცი რაღაცა ჯიშია ხარის. და იმ შავი ჯიშის ხარისგან მუსიკებითა და რამე არ ვიცი კლავენთო როგორ არის, მოკლედ აი ამ ხელა პატარა ნაჭერი, ეს აი ეგეთი სასტიკი ფასი. ბატონო, ხელთამნები გვაქვს. მოკლედ ხელთათმანები ჩავიცვი. აი ეგეთი რაღაცაა, შეხედეთ. მარმარილოს ხორცი ძახიან ამას. გარშემო რაღაცა მე აი ესეთია რა. მოკლედ სტეიკის გაკეთებოთ ვაფეთ. სისხლიან სტეიკს რო ეძახიან, სტეიკი მიჭამია, მაგრამ აი ესეთი რამე არ მიჭამია. ამიტომ შევადარ. თბილისში არის ეგეთი საყასბოა რა. აწყურის 20 ნომერში ვყიდულობთ ხოლმე ხორცს რა და ნიკო ძია არის, ვინც ხორცს აყიდის. ხო და იმისგან ვიყიდე საქონლის სუკი ამოვაჭრევინე. ნუ ცოტა ქონიც აქვს, ცოტა ქონი ამასაც აქვს. ორივე ერთი ტექნოლოგიით გავაკეთე ბატონური ეკლი და ნახოთ რა გამოვა. ჭამის დარგში მაგარია, ირაკლი მოხედანით ის აი შემოუჭერი. შეხელი არ მოგიდა. აი ეგ. მივხვდი. კაი. მოკლედ ამას მერე დავუმშავ. ანუ ზეითუნის ზეთი უნდა. აი ვიცი, ესეც მაგარი ძვირი ღირდა ზეითუნის ზეთი და მარილი. ამას მეტი რაღაცა ღალატები და რამები არაფერი არ უნდა. ეხლა სტეიკზე იძახიან ეგრე კეთდებაო რა. აი ესე რო აკეთებენ. თიც ესე მიიდეთ, თქვენ შეგიძლიათ ცადოთ აი ეს თითები და აი მასზე თითი დაადოთ. არის გამაგრებული ძალიან. თუ ამას დარბილდება ეს ადგილი, ესე და ბოლოს აი ეს თუ ესე გააკეთებთ, აი თიცო დაიდებთ, აი ძალიან რბილი. ეს ყველაზე მაგარია, ყველაზე რბილია და
ნუ სადღაცა შუა თითის არის მედიუმი, არც მაგარი, არც წელი. მოკლედ, არიან ამის პროფესორები და 1000 რაღაცებს იძახიან. ამიტომ მე მაგდეს აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ხლა მე საქართველოში შეიძლება კი არა, ყველაზე დილეტანტი ისავა რა ქვია. შეფი რა, საჭმლის გამკეთებელი რა, შეფი რა. არც იმაზე ვდებ თავს და რაღაცა, ვიცი ძალიან მაგარი ტიპები არიან, ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ და იმათ მე ვერ შევეჭიბრები ვერანაირად, მაგრამ ვცდი რომ გავაკეთო ისე. ეს ანგუსის ხორცი არ მიჭამია, არც გამიკეთებია. არ ვიცი, ალბათ ესეთი ნაჭერი რომ რესტორანში შევკვეთოთ, ალბათ ერთი ულუფაა რა, კაი ჯანიანად რო გშიოდეთ, ამას ალბათ ორ შეჭამ. ხო და ეს ანუ ვიმინა არ გიყოფა. ვერ გაგაწყობს? არას გააწყობს, ვის გააწყობს? დათოსაც კი არ გააწყობს ეს. არა, არის, დათო ბატონ დავითსაც ვერ გააწყობს. ესეთი რაღაცა. ხო და მოკლედ თუ მაშინ ორ წელს შეჭამ და დაგიждდება კაი 1000 ლარი. მოიცა ხო, ზეთი ხორჯობია იმაში რომ გადავიტან და ეგრე დაასხა. არა. ხო და ამას უნდა დაასხა ზემოდან ეს ზეითუნის ზეთი. ბევრი არ უნდა, ესე უნდა გაკეთდეს. აი ნახე ფერი როგორ შეიცვალა. ეგრეა. აი აქედანაც. ვავი, იმედია რომ კაი უნდა გამოვიდეს რა. და იცი რა მიხარია კიდე რომ ეს არ მიყიდია თორე. ახლა ეს რომ მეყიდა და ცუდი გამოსული. გულიც გამისკრება. საეჭოს მოუგედაძაბულ ორთაბრძოლაში შედით მაგარხზე და მე და ბატონი დავითი შევერკინეთ რა. მოკლედ, აი ეგეთი რაღაცა, ტაფარი, ცხელი და აი ეს. ამოსარი ვერ გიდა? გადატრეკად მოდი. ანუ, ეხლა ამას დავდებ. ერთ მხარეს უნდა იდოს 2 წუთი. მეორე მხარეს წუთნახევარი. და მერე უნდა ამოვიღოთ, დავასვენოთ, მოკლედ ეხლა ამას 2 წუთი დავტოვებ. და რო ამოტრიალებს რომ მოგეწვით რა უნდა გავაკეთოთ. მოკლედ 3 წუთი გავიდა შემეშალა. უნდა მეთქვა 3 წუთი მეთქვა. მოითახლო. აი. ამოვატრიალე. ვაა, დანაგინდა? მომე. მოკლედ, მეგობრებო. აქედან ეს კარგად შეიბრაცა. ეხლა ზოგი იტყვის რომ ხო, აი, ავიცი, მეც აზე არა ვარ ეხლა ეს გონია რომ ნახე რა შემწვარი ხორცია რა. მაგრამ რავი, ისეთი სტატუსები აქვს და ავოიე და რაღაცა ძალიან მაგარიაო რომ მოკლედ ეხლა კიდე თუ იმას დაჭირდა 3 წუთი, ამას უნდა უკვე 2 წუთს ნახევარი რა. იმიტომ რომ ტემპერატურა და რაღაც უკვე შიგნით არის შესული ამაში. ასე რომ ეხლა ეს კიდე 2 წუთს ნახევარს გავაჩერებ და მე ვნახოთ რა პროცედურა უნდა ჩაუტარო. მოკლედ მეორე ნახევარი შევწვი. ამას დაჭირდა 2 წუთს ნახევარი რა და ამას ეხლა ავიღებ მე ამ ხორცს. ისარი მომოწოდე ირაკლი. არა, ეს მომოწოდე. უანო ბრო. ამეცია. მე ამ ხორცს გადმოიღებთ. რავი, მაინც იცოდეთ რას თუ ეს ანგუსის ხორცი ჩაგივარდათ ხელში და დადებთ დაასვენ. აი ეს. რო ჯანი დაასვენოს. ეხლა ამისი მთელი მუღამი არის. ამის ზედაპირი ეხლა ცხელია. შიგნით არის უფრო ცივი. ხო და რო იდება რაღაც დროის განმავლობაში ეს გაცივდება. კი არ გაცივდება ეს ცხელი ჰაერი იქ ჩავა შიგნით უფრო ღრმად რა. ნუ ყველა ვარიანტში ტიპა ვინც ეგ შეწვა, იძახდა რომ ეგრე გააკეთეთო. მე კიდე ერთხელ ვიტყვი რომ არა ვარ მე სტეიკების გამკეთებელი და რამე. ცოტა სქელი ამას ცოტა დავაპატარავებ. ოთხკუთხედს გავხდი. ქონი ცოტა მოვაჭერი. ძალიან ბევრი იყოს. ავაჭრი. რაღა შენ გაწყი? ბევრი ქონი არ უნდა, ხაშლამა ხო არ არის.
რა ვიდა თუ აი, ხონი ავაჭირი. რა ვიცი. ანგუსია თუ რაღაცა, ეს არის ქართული ხალხური ძროხა. ეხლა მე ამას მარის მოვაყრი. აუ მოგივიდა არ მომიმ. ახო გადაანაწილებენ აბა რას ვის. აი ეს. სადა დასაკარგი მარკი უშენ ეხლა კი რამის მართლა ბევრი მომივიდა. კონზე გადაატარა და მე შეწვის დროს ჩაადნება აჰა. აი. ნუ ისეთი რაღაცა ძალიან კონკრეტული არ არის. მოკეთ ამ ქართულ ხალხურ ძროხასაც მე ზეც მოვასხავ. ბევრი არ უნდა. ოდა ეს სისხლის გუბი უნდა კონდე ეს ეს სისხლის გუბი არ არის, საქმეს მაგაშია. ცილა იცი რა არის? აა ირაკლი, ისმენ დაინიშნე დრო. დავდოთ ეხლა 3 წუთი. 38 3 წუთი რო გამოამოატრელებ ზუსტად იმას როგორც მოვექცევი ეგრე 2 წუთ ნახევარს, მეორე მხარეს დავდებ და მერე გაჩვენებ კიდე რა უნდა გაკეთდეს რა. 3 წუთი გავიდა. ამოვატრიალებ და ხო რა უნდა მეთქვა ბატონი ირაკლი არის 16 წლის. ძალიან კი არაფერი არ მეტყობა 16-იცას ანტვა გახაჭლება დაიწყე. ეხლა ბატონ დავიდე რამდენი წელი ხარ? 6-ით აი ესე ტანჯვა ზღვაებით აგზარდი აი. აბა და რამოდენა გამიზარდე ხოლმე. მოგრე ეს ქართული ხორცი ჰალალად რო თქვა. არა განა შოვინისტი ვარ და რამე რაღაცა ჩემს უფრო კაი შთაბეჭდილებას და ტოვებს რა. უკეთეს ფერძია ფერდეც არის და სულიც უფრო ისეთი გაუშვა რა. აი შეხედეთ. მოგეთ ეხლა ურტუს ნახევარს ამას დავტოვებ. ხო კიდე რა უნდა მეთქვა. ზოგი რო აი შიგნით ვარდისფერია რა რო გაჭრით სტეიქს. ეგანიშნავს რომ უმია არა, არც იმას ნიშნავს რომ უმია. შეიძლება უმიც იყოს ნახევრად, ეგეც არის. სისხლი შიგნიდან არ გადმოდის. შიგნიდან გადმოდის ცილები, აი კვერცხში რაც არის. ხორცის ცილა თვითონ კუნჩი რაც არის, კუნჩი ეგრე სისხლი არ დადის. ვენები და ძარღვები ამაში არ არის. ის სისხლი ცილად გადადის და მოკეთ მე რომ მკითხო, მე ხორცს ბოლომდე შევწოვდი, ეს სულ ბოლომდე რა. არა ესენი რავი რაღაცნაირად თავის სტეიკის ხალხი და კი რავი, თუ ვინმე უფრო მეტი იცით, ან სადღაც დადიხარ საზღვარგარეთ და ასე შემდეგ ეს გიჭამიათ. თქვენი შთაბეჭდილება მომწერეთ. მე არ ვიცი ახლა შეიძლება შევჭამო და მთლად გადავირიო რა მაგარია მეთქი, მაგრამ ჩემი რავი, რა ეხლა რასაც ვფიქრო მე მოგონება რომ გონია რომ რაღაცა ერთ წუთში რად მოიგო არ უნდა მომეწონოს მეთქი, მე ეგეთი აზრები მაწუხებთ რა. რომელი ეს თუ ის რავი შეიძლება არც ერთი რა. არ მომეწონება და დედაუტი რა ვიღე და ისე უკან ჩავაბუნებ ტაფაში. კარგა შეწო კარგად გავჭერი. ჯანიანა. ო და კაი ჯანიანად შევწო რომ აი ბოლომდე ჩავწე. ბატონო ირაკლი, მე რო გეტყვი, ეგ მე მომაწოდე. მომეცეკა. მოგლეთ, 2 წუთი ნახევარი გავიდა რა, ესე შეიწვა. ამოვიღოთ ესეც. ამანაც დაისვენოს. ეხლა ამან რადგან დაისვენა, შეხედეთ რაფერი რაღაცა გაუშვა. ეს მე ძალიან მაგრა არ მომწონს რა. აბრუნებ ისე არა, ეს აუცილებლად რომ ჩავრდეს. ესე. ეს უნდა იყოს კიდე 2 წუთი. 2 წუთი ერთი მხრიდან და 1 წუთი მეორე მხრიდან. აი ესე. მერე გადმოვიღო და გავშიჩო. ზედის დამატება ხო არ უნდა ცოტა ზედის დამატება ხო არ უნდა არა, რა ზეთის ნახე რამდენი აქედან ქონი დადანა და გაუშვა. არ უნდა. ისეთი რბილია ესე რომ დააწვევი ეს. კარგი ვიჩადის არა კი ხო, აი რაღაცა ძალიან ისე ჩადის რა. დროხო დაინიშნა. კი რო გავა 2 წუთი ეგრევე მითხარე. 1 წუთში 1 წუთი გავა? კაი, 1 წუთი გასულია. კაი, რო ამოატრიალთ, მე გავახსენოთ. გავიდა დრო 2 წუთი გავიდა, ხო? მაშინ არა, მეორე მხარეზე ხო მართალია
მეორე მხარე იდოს ერთი წუთი. აი ხა ნახე უკეთესი ფერი დაიდო რაღაც. ეხლა მე რასა ვფიქრობ ხალხო, რომ ეს რომ მაგარი საჭმელი იყოს, მით უმეტეს ხორცისა. ამას ჩვენი წინაპარი უეჭველი მოიგონებდა რა. ხაშლამა მოვიგონეთ მამაძალე, ეს აღარ გახდა, მაგრამ მაინც ყველა ვარიანტი გავსინჯოთ და ვნახოთ რა გამოვიდა. მით უმეტეს აი ეს შავი ანგუსის ხორცი ისეთი შესახედავი იყო არაჯანსაღი და ეხლა რომ შეიწვა ბატონო ირაკლი რამდენი დრო გავიდა? გასული არის 1 წუთი. ეს საიდან იყიდეს არ ვიცი ოღონდ ეს ხორცი მაღაზიებში მინახია. მაგრამ ისე შორიდან მინახე ეხლა მე რომ 200 ლარი მქონდეს ამხელა ხორცს კი არ ვიყიდი 200 ლარის ხორცს. დაუძახებდი მეგობრებს, დაგპატიჟებდი თქვენს და წავდა და დაგატურიაცი გამა. სამი დღე ვეღარ გამოგათებდა. ო, რასაც კეიფი ქვია რა. ხონა რა, ეს ძალიან ისეთი რაღაცა მგონია რა მე ხანი გავიდა. დრო არის უკვე. აჰა, მოიწესა ხა. ამას უნდა იყოს. როა მოიგებთ ეგრევე. ესეთ ცხელს არ ეწგეროთ. გაცივდეს და ისვენოს და ისევ ქართულს შავდეთ მე. ამასაც ზუსტად იგივე ანუ ტექნოლოგია, ხო? არის ზუსტად იგივე. ოეთ იგივე ტექნოლოგიით ვაკეთებ რა. ნახოთ ეხლა ესეც 2 წუთი მექნება. მე გადმოვატრიალებ და ნახოთ რანაირი გამოვიდა. მოატრიალე 2 წუთი გავიდა. ეს არ დაგვიწევს. ეს დაგვიწევს? ხო. რატო დაგვიწევა? რაც ის დროზე იდო, იმდენი ხანი ესე ჩავდი რა. ამასაც რაღაცა არაჯანმრთელი წვენები გადმოვდის რა. კამერას გაუთხილი, ანუ ზედ მიეწუწება მთელი ისა რა ქვია, ხომ დავიგუპებ. დავიგუპებით კიდე. მოკლედ აი ესეთი ტექნოლოგიით კიდე ერთხელ პირველად ვაკეთებ რა. არც მზარეული ვარ. თუ ვიღაცამ ჩემი დაგმობა გადაწყვეტეთ, არც არაფერი. ჩვეულებრივი თქვენერი ადამიანი ვარ. უბრალოდ აი ეს ხორცი რო ჩამივარდა ხელში, წავქეზდი რა. ხოდა თუ ვინმე კიდე ერთხელ ვიძახი, იცით ამაზე მაგრა შეწოდა რამე რუმე, გთხოვთ მობრძანდეთ. მასწავლოთ, მე რა, ხალხს ასწავლეთ. 1 წუთში ამოიღე. ჰა? 1 წუთში ამოიღე. აი ესე იგივე. ემომაწოდი ირაკლი. მოკლედ ეს გამოვიდა აი ესეთი. ეს არის ქართული, ეს არის რავი, შავი ანგუსი. ეხლა მე ამას. ეზრე მან დაიდოს. ანუ გაფიშე. გაგაფიები. ესენი გაგრილდეს ორივე. რომ თელი მუღამი გაუჭდეს, მე ამ ტაფას გადმოვდგავ. ეს ტაფა გვაჩუქა ეხლა კომპანია. ვიდეო მაქვს გადაღებული. ხო და იმათ კიდე მადლობას მოვახსენებ. აი აქ დავდებ. არ დაგვიწევს. მოკლედ. ბატონო ირაკლი, ესენი გამხადე. აჰა. ესე. აფსოს ბატონი დავითი როგორ არ მყავს აქ. არ მყავს, მოიტაისა. ხელსახოცი მომაწოდე. სიცხეს რაქნას. რა უნდა ქნას და? შენ ხო გითხრა შენ წადი ჩემ. გამომაგზავნის. სანაც არ გინდოდა, მაგრამ რატო არ მინდოდა? აი, თუ გინდა ხოლმე წამოდი ჩვენთან ერთად, გადავიდეთ პურსავჭამთ. კაი რამე ვაკეთებთ. ხოაგანები ბათონიკოსავი და არ მაგას საქმე მარტივად. მაგას არ აქვია დათონიკო, მაგას ქვია ბატონი დავითი. ბატონი დავითი. ო, ცხელია, ესე ცხელია. ცოტა ხანი უნდა რომ დაისვენოს ხორცმა. მოკლედ. მოდი ესე ვქნათ რა. დავასვენოთ, გარეთ სივა ეხლა ფანჯარას გავაღებ. ამის მუღამი დასვენება რა არის? გარეთ რაც არის სიცხე, უნდა წავიდეს შიგნით.
ეხლა ისო გაჭდა კანზე ხელი დაადო, გულზე ხელი დაადო, სხვადასხვანაირი იქნება ტემპერატურა. ამიტომ ერთ ტემპერატურაზე უნდა დაჭდეს. შეჭმის დროს შუაში არ უნდა იყოს გრილი და გარეთ ცხელი. ან სულ ცხელი უნდა იყოს, ან სულ გრილი. ამიტომ ტოვებენ, როცივდება, მერე ჯდება ერთ იგივე ტემპერატურაზე და შეჭმის მუღამი მაგის ეგარიო. დავიცი, მე ტექნოლოგიას არ დავარღვევ. აი, გაცივდეს, დავჭერ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. მანამდე ღვინოს მოვიმარჯვებ. მოკლედ, გავიდი 1-5 წუთი რა. ეს ხორცი თბილია. კიდე რა უნდა ვთქვა, ზეითუნის ზეთი. რავი, ახლა ვიცი რომ ყველა მიცით, მაგრამ შეიძლება ზოგმა არ იცოდეს. არის ორნაირი. ერთი არის პირდაპირ თქვა სალათა დაჭერი და ზემოდან მოასხი და ჭამე. მეორეა შემწვაზე რო გამოიყენოთ რა და. მოკლედ, აი მაგან დავტანჭა. ძლივს ვიშოვნეთ. მოკლედ, აი ანგუსის შავი ანგუსის ხორცი გადმოვიღე. შუაზე გავჭრი. ნახოთ შიგნიდან. ნახოთ შიგნიდან რანაირი. არა, ცუდი არა. აი შეხედეთ. ცოტა ვარდისფერია, აქეთ იგიდან თეთრია. ბატონო ირაკლი, პური მომიტეხე ერთი შენქასთან. მოდი რახან მე მამავალ, პირველი შევჭამ, იქნებ რა ვიცი, შხამი არ იყოს. თუ დავიბრიდე, უფრო პატარა გინდა თუ იყოს ასეთი. არა იყოს. მაინც რაღაცა მაქვს ნანახი ცხოვრებაში და მანამდე შენ ხელებში არ ჩამოკვდი, კარგად ხარ. რავი, რა გითხარ. იცი გემოაღ. ხორცი ხმოა. ამაგასინჯა. გეგუნება. კარაქშია შემწვარიო. კარაქის გემოა რა აქ. აი რაღაცნაირი კარაქის გემო აქვს, ოღონდ სასიამოვნო. და სულდნა მომჟავა. ხო, აი ბოლოში დაკრავს. ბოლოში დაკრავს. აი ეს არის ასეთი რა არც არაფერი გამისინდებს. მოდი აბა ვნახოთ ეხლა შეუძლებელი მამა პაპური. ამანაც აი ესეთი ფერები გაუშვა. არა, ეს იდოსახა, მოდი აბა ეხლა ეს გავჭრათ. ეს შიგნიდან არის აი ესეთი. ანუ მე რაც მინახია ინტერნეტში ვინც აჭირდა ყველას ამ ფერი ქონდა. ანუ იქ თქვენს კიდევას თუ ხორცი განიერია იქნება აი ესეთი ფერი შიგნიდან წითელიო. თუ თხელია მაშინ იქნება უფრო აი ესეთი ღია ფერიო რა. და მოდი აბა აი მას მოვიჭრი. გადავჭრი შუაზე და აი ესეთი ნაჭერი აი შეხედეთ შიგნიდან. როგორია? მოგცემ ახლა შენს და ამასაც იგივე გემოაღ. არა. იგივე არა აქვს. კარაქის არის ისე სიმჟავე. ანუ სიმჟავე ხოლმე. კარაქის გემო ხო იზრუნო. კარგის გემოების ნუ ამაში უბრალოდ იცი რა არის? გემოების რაღაცა უფრო გწნობ ძაფრი გემოები აქვს ქართულს. უფრო გემრიელი. და ნაზი ხორცი აქვს. უყურეთ აი პირში დნება. ხო. ანუ თუ ხორცი გააკეთეთ ესე და შიგნიდან აი ესეთი ვარდისფერი ეგ ნუ შეგაშინებთ, არი ფიქრობთ რომ ხო, მაიცა კათოლას მივოდექი. ღვინო აღარ დავლიოთ მამაძაღლი, ეს 101-ის ღვინო არის. მე თვითონ ვაყენებ ხოლმე კასპიის რაიონში ეგეთი სოფელი რა. თუ ვიღაცამ სიცილი დაიწყეთ სახელის გამო გეთახმებით რომ რაღაც სამხერლო სახელია, მაგრამ ძველი სოფელია რა. ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და გენერალი მაზრიაშვილიც მაგ სოფლიდან იყო რა. სითა თქმას ვერასწორ ხოლმე მაგის აი გადაიც. მაგის თქმას ვეღარ ასწორ ხოლმე ხალხს სიცილი უტყდება. არა უშაშვილო. იცი თვითონ. არა ჯობია იცი რომ ვიდრე იტირო, ა? კი. და მაშინ იცი. მაგრამ ფაქტი ეგ არის და რა ვქნათ. ეს. ბატონო ირაკლი. ბატონ დავიც არს ღვინოს არ უსხავ ხოლმე, იმიტომ რომ
პატარა. ო რა ვინო შაუწობ ხოლმე იმაში რა ქვია პურს აწობს ხოლმე და ის ბოღლიწო. ო ბოღლი მოდი დიეტკი გამოიყურებ მაინც ბავშვი ხარ კი. ჩემთან შედარებითაც და არა ისე ბავშვი აღარა ხარ რაღა ბავშვი ხარ ნოზვერი ვიდიღური მოდი ჯერ ხალს გაუმარჯოს ბატონ დავითის თამადობით. არა ბატონ დავითის არა მაღაზი პატარებიც არიან არახან აქ არის მოდი ბატონ დავითის თამადობით სულ ყველა პატარებო დაგლოცა და ვინც გვიყურეთ ვისაც აყავთ ყველას დაგლოცათ პატარებს და ბიძაშვილი დეიდაშვილი მამიდაშვილი და შემდეგ სულ ყველას დაგილოცავთ ღმერთმა გადაგზავნო და გაგაზრდოთ აი კაი როცა მამაშვილი ერთად ვქებოთ შარშან წინდელი ვინო აი ბოთლები რო აღეს უბოლოდან გამოვაწერე ხელი ჩივჭამ არა ქართული ჯობია აშკარად. შეიძლება მე გურმანი არა ვარ და მაღლა არა ვარ რა ესა ჯობია ეს კილოგის 23 ლარი ეს კილოგის კილოც არ არის. არა რო იყიდო 1 კილო 800 ლარი ეღირება და არჩიტი პატარა ნაჭერი კიდე უნდა გავსინჯო რა კი მოსთვის. იმიტომ რომ აი რო თვალებს არ უჯერებ რატომ უნდა იყოს ის ამაზე გემრიელი აი ეს უფრო აი ცოტა ეცეთი ღია ფერია რა აი ცოტა მჭლიაჭი ნაწილი მომიჭერია ბამისი. წეღ ესა აი აქეთკენ, იმიტომ წეღამ ძირად ქონი იყო. აჰა არა იმას კი ვერ ვიტყვი რომ ეს არ ვარგა მოიცა ეს მაგარი გემრიელია მაგრამ მეტი ღეჭვა უნდა და ალბათ იმის ბრალიც არ ვესყოთ ხელი ეს ვამსისკე ყოფილიყო წვენს უფრო შეინარჩუნებდა ეს დაძველებული ხორცია თან და უფრო რბილი უნდა იყოს ეს ურო ცოტა ხანი უნდა გაგვეჩერებინა. ესა ხო. ეს რო თუ გამოჩნდებოდა არა, უფრო ნაკლები დროით უნდა გაგვეჩერებინა, თქო ვიდრე ის. არა, იქ იმაში იყო რა ქვია, რომ უნდა იყოს აი ამდენი ხანი, მე დაისუროს მერის ხანს. რატო ამას არაფერი არ მოვიდა? აი ნახეთ რა ფერია. ეს აუცილებლად გააკეთეთ. ეხლა ეს ანგუსის ხორცი შუnt არის, ეხლა მაგდენი ფული თუ გეთ, მაგრამ ჩვეულებრივი ხორცი აი ამ სისქეც რო იყოს. არ შეგეშინდეთ, ტაფაზე კედება უცებ. და აი რა ვიცი, რა გითხათ? ისეთი ნაზე, ისეთი რბილი რომ შეჭამთ მალე მოგეწონებოდა. ამით გამოგევსდობით, აი ეს იყო. რავი, 1000 ლარიანი ხორცისა და 23 ლარიანი ხორცის შეერკინება. ეს მომეწონა. ამით გამოგევსდობით ბატონი ირაკლი გაგაცანით, ხანდახან გამოჩნდება ხოლმე ცოტა ესეთი ჯანიანი რაღაცების გასაკეთებელი. კარგად ბრძანდებოდით? შემდეგ კულინარიულ ვიდეომდე.